ქართველი საქართველოს ნაკრებისთვის. შენ ყველა ვარიანტში დაგიჭერენ, ყველა კადრში შენ ხარ. 24 წელია რაც აქავარ. ისინი ხარია ხომ ქართული რომ ესმის რომ არ ვიცი რა ხას მათხოვარები დავდებ. ქართული რომ ესმის. ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი 12 სტადიონი, რომელზე შესვლაც გვეგზალებოდა ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე. თავი განწყობა და ჟინი იგებს რა ომს რა და ხო, რაღაცა 10000 ქართველი არისო ჩამოსული თუ რაღაცა. აი მე ვარ საქართველოს ხო გვაწერია და ეს მართლა ხო ეგრეა რომ ხანდახან აი ნაკრები რასაც შვება იმ მომენტში შენი განცდა ზუსტად ეგ არის რა და გამარჯვების ზებზებები, გამარჯვების სიმღერები, მული უნდა ვიჯერო. სუკი ახლავს დაველეს, ყოველჯერ ასახელე, საქართველოს. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ძალიან დაკავშირებულია მუსიკასთან და ყველანი სხვადასხვა კოლექტივებში ან სხვადასხვა ადგილებში, მაგრამ მუსიკით ვარ დაკავებულები, გადავწყვიტეთ რომ ჩვენც რაღაცნაირად ჩვენი წვლილი შეგვეტანა და ბიჭებს რაღაცით გული გავგეხარებინა ბიჭებისთვის ჩვენი თუნდაც მუსიკით და ჩვენი იმ განწყობით, რავი, განწყობა და ჟინი იგებს რა ომს რა და აი ეგ არის თავარი იდეა, რატომაც ჩვენ წამოვიღეთ თუნდაც ინსტრუმენტი ის რითიც ჩვენ ყოველდღე ვცდილობთ თუნდაც თბილისელები, ქართველები რაღაცით გავამხიარულოთ, გავახაროთ და ჩვენი გულშემატკივრის განწყობა ჯერ აქედანვე ავამაღლოთ სტარტშივა და მერე სტადიონზე კიდე უფრო სასწაულები გავაკეთოთ. შადიმან ხარშილაძე თბილისიდან დიუსელდორფამდე 4000 კილომეტრი. იდეა ზოგადად სკუტერით შესრულებული ყველაზე შორ მანძილზე მიტანილი შეკვეთა, რაც სოფლიო დელივერის ისტორიაში არის ისტორიული პირველი ფაქტი. გერმანიამდე ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, ძალიან რთული იყო ჩვენთვის იმის მობილიზება, რომ ამდენი 1000 ქართველი ერთიანად ჩასულიყო ჯერ გერმანიაში და შემდეგ უკვე მხარი დაეჭრა ჩვენი ნაკრებისთვის, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენი დამსახურების გარდა ძალიან ბევრი არის თუნდაც ფეხბურთის ფედერაციის დამსახურება და ასევე კონკრეტულად იმ ხალხის, ვინც მოინდომა მართლა არ ასოცირდებოდა ეს პატარა ხარჯებთან და ძალიან ბევრი რამე მოიკლო, სესხები აიღო, ავიღეთ და ისე წავედით გერმანიაში იმისთვის, რომ მართლა ჩვენი ერთი როგორც ფეხბურთის ფანის ოცნება აგვეხტინა. ეს არის მხოლოდ ჩემზე ან იმ ხალხზე, ვინც კომაგებშია. ყველას ჩემზე ბევრად დიდებს და ნებისმიერ ქართველს ეს ოცნება ქონდა და ამ წარმატების გზა სადამდეც მიგვიყვანა, ყველასთვის ემოციურად ძალიან რთული და ძალიან მაგარი იყო, რომ მართლაც გაპარი იყო, რომელსაც ძალიან დიდი ხანი უმღეროდით და ბოლოს ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო. ლაკერბაია ვცხოვრობ ამერიკაში, კალიფორნიის შტატში. მე ვარ თენგო ალფენიძე და ვცხოვრობ მიუნხენში. ძალიან უცხოა ჩემთვის. აი მე ახლა რომ ჩამოსული ვარ და ამდენი ქართველი მხდება ქუჩაში, ქალაქის ცენტრში, აი უმრავლესობა ქართველი მხდება რა, რომ ვიყურები ფორმაცია ხალხს გელაპარაკებიან. მგონია რომ აი თბილისში ვარ რა, თბილისის ნაწილი გახდა. და ძალიან უცხოა და აი დროშა, ჩვენი დროშა ქართულად წერია ტექსტები ქალაქში, ანუ ეს ისეთი რაღაცაა, რასაც ვერავინ ვერ წაგვართმევს რა. თითქოს დავმკვიდრდით სამუდამოდ, ამათგე ხარ უნდა მოხდეს ამ ქალაქში, რომ ვთქვათ ამ ხალხს დაავიტესო, ჩვენ აქ ჩვენი სიტყვა თქვით რა. ეგ ძალიან დიდი რამეა და ჩვენი ევრო ინტეგრაციის გზაზე, ასე ვთქვათ, ყველა გაგებით ტრამპლინია რა ჩემი აზრით. ჩემთვის კიდე რაღაცა ისე როგორ შეგრძნება, იცი? აქ რო ცხოვრობ, აქ რო მუშაობ, ეხა ოფისში რომ მივდივარ რა. და საქართველოს დროშა რო კიდია რაღაცა ისე რა, ძალიან რენდომ ადგილას და რაღაც ხალხი რო ჩართულია და მეც რო ამის ნაწილი ვარ რაღაც შემოვნები უნებურად რა. ჭოი რაღაც სხვანაირად ასწორებს რა, რაღაცა იქ მეც რო ვარ რა ამ თემაში და რაღაც აი ხო რა, რაღაც სხვანაირი სიახლოვის შეგრძნება გიჩნდება იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან, ვინც ასევე თამაშობს რა. და ეხლა ჩემთან კომპანიაში რაღაცა ძალიან ის არის რა, ინტერნაციონალური კომპანიაა და განსაკუთრებით დავახლოვდით ის ხალხი, ვინც მონაწილეობს რა. გამარჯობა, გამარჯობა.
რაც საქავარ და ერთ იგი ჩემ ქუჩაზე ერთი აზერბაიჯანელი ბიჭი მუშაობს. მარტო ერთი წინადადება იცის გამარჯობა როგორ ახარ ძიმს მუშაობ. ისე მიხარია ხოლმე ქართული რომ ესმის რომ არ ვიცი რახას მოთხოვარი დავდებ. ქართული რომ ესმის და არ ვიცი აი ბურთგლავს მოკეთ ისე მიხარია ბილეთი არ მაქვს მაგრამ მაინც კეთედაც მოდივარ ვიყვიროთ და ვიწილოთ მაგრამ საქართველოს გავმარჯვოთ რა. ალბათო. ჩეხების ფანკლუბში მაქვს ფაერგებში მაქვს ბილეთები. გასამო. ოღონდ ჩეხებში უნდა დაგია. დავждები რა პრობლემაა საქართველოს დროში დავზე და ჰა? არა მაქვს შაცის დუხას დოხ ინტერნეტო და შაიზე ამას არ აქვს ტელეფონი წამო. არა მაქვს ინტერნეტი გათიშული მაქვს. წამო ერთად შევიდეთ ერთად შევძრებ და გაგიზი არის ინტერნეტი გაგიზი რომ მივა. კაი ხო, კაი. ვაიმე რა კაცია, ოკეი. წავედით მიგრიალოთ, კაია, მადლობ. ეს არის სიმბოლურად ამისთვის შექმნილი საქართველოს დროშა, რომელზეც არის ადამიანების შემადგენლობის წარწერები, რომლებიც ვერ ჩამოვიდნენ გერმანიაში, მაგრამ იცოდეთ, რომ ძალიან გულუღალეთ კომაგობენ საქართველოს. და ელია თქვენს წარმატებას. ემოციურად თუნდაც ის ფაქტი, რაც წამოვიღე, ბევრი ადამიანის განწყობა, ვინც საქართველოში არის და კომაგობს ეროვნულ ნაკრებს, მაგათი ემოციები, მაგათი გულშემატკივრობა, მცით რომ ეს სპეციალურად ამ ამბისთვის შექმნილი საქართველოს დროშა იყო. მთელი ეს ფიქრები, ეს მომენტი, ის 12 დღე სირთულე რაც იყო თბილისიდან დიუსელდორფამდე გავლილი 6 ქვეყანა, ხოლო და ის ერთადერთი ფიქრი და განცდა ის მოლოდინს ხედავდი წინ მხოლოდ რომ მე აღმოჩნდებოდი ბაზაზე, სადაც იქნებოდა ჩვენი ეროვნული ნაკრები და ეს იყო ალბათ ყველაზე ძლიერი ემოციური მუხტი, რაც მთელი ამ გზის განმავლობაში მაძლევდა ძალას, შესაძლებლობას, ენერგიას მუხტს, რომ ნებისმიერი სირთულე გადამელახა, რადგან ეს ისტორიული გზა ყველაზე გრძელი შეკვეთა 12 დღეში თბილისიდან დიუსელდორფამდე გადამელახა და ბაზაზე ბიჭებთან მოხვედრილი იყო. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ითამაშებდა არც მაგას წარმოვიდგენი და მე რო წამოვიდოდი ჩემს მაგაცებთან ერთად ნაკრების თამაშს სამყურებლად არც მაგას წარმოვიდიოდი. ამიტომ დიდი შოქში. ხო, არ მე თვითონაც ახლა ვერ ვიაზრებ, ალბათ სად მივდივარ, იმიტომ რომ ანუ ტელევიზორში გვინახავს საქართველოს მუნდია და სტადიონი და სასწაული ხანობა და მანდ რომ მიდიხარ ახლა შენი ნაკრების საგულშემატკივროდ ვაფშე ჯერ ვერ მაგისტრის მოვდივარ თუ იქ ვიმღეროთ. ძალიან კაი. ანსამბლი ხართ რამდენიც მაგრამ. სხვადასხვა ანსამბლებიდან ვარ ძმაკაცები. ფეხბურთი ვისაც უყვარს და ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის არის ყველაზე მაგარი დღე ალბათ, იმიტომ რომ მივდივართ რომ ვნახოთ საქართველოს როგორ მოუგებს თურქეთს რა და აი ეგ არის მთავარი სიხარული ჩვენი გამარჯვების სანახავად მივდივართ ევროპის ჩემპიონატზე. იმაზე ვფიქრობ დამეძინება თუ არა საერთოდ და რომ გამეღვიძება ძალიან ადრე, მერე თუ შემიბრუნდება ძილი საერთოდ და მე ხელა აღტაცება მაქვს და მოლოდინი რომ ხო აი ხვალ სხვა რამეზე თუ კონცენტრირდი არ ვიცი მთელი დღე რა. ხო რა, ჩემთვის აი ყოველი წამი ამ ატმოსფეროსი არის რომ მინდა რომ განვიცადო, აი მენანება რომ დავიძინო რაღაცა რა. დავი ორი ქართული ვიქნები და ალბათ ფეხბურთს კიდევ უფრო სხვა გზნობა იქნება ამდენ ხო ალბათ 10000 ქართველი არისო ჩამოსული თუ რაღაცა ეხლა კიდე ამ თვითონაც არ არის მაგდენი აქვს და ხვალ იქნება მოედანზეო 10000 ქართველი მინიმუმ თან ამ ქალაქში როგორც ვიცი მთელი გერმანიის მასშტაბით ყველაზე მეტი თურქი ცხოვრობს დორტმუნდში რა და რაღაც ცოტა ისეთი ის იქნება ხო რაღაც პასუხისმგებლობაც გვაკისრია ხო და მაგაზეც ვფიქრობ როგორ გავაკეთო ევასრულებდაც Konkretna tamaşa son paylaşımı prosta analizası başlatılmış. Roshan şekilde zengin dotçi arzusu servis yapıyor. Visovlu palakşi uğrağı Türkiye analiz etmeleri fazla randı cehennetli. Ama Roshan şekilde sadece West Açı Amerika tarafı National Service Bank başında zaten Plus adiazest olsa arkadaşlarla Türkiye fazla პირადად ჩემთვის რაც იყო წითელი ხაზები
როცა დავინახე რომ სკამზე დახვედრებული პატარა დროშები ჩვენი გერბები რომელზეც აქვს დინამოზეც შეიძლება არის ხოლმე წმინდა გიორგის ლოგოთი ერთ-ერთმა თურქმა აიღო ძირს დააგდო და ფეხით შედგა რა ფეხით დააბიჯა მოისროლა რა ეს ჩვენი ადგილია ჩვენ ვზივართო ეგ იყო ბოლო წერტილი რა თქმა უნდა იმ თურქს საკადრის პასუხი გავეცით ცუდადლზე ვიდექთ ასე ვთქვათ წვიმდა ფეხი სრიალებდა და ბოლომდე ვერ გამოვავლინეთ ჩვენი შესაძლებლობები გაცილებით კარგად შეგვეძლო რომ ყველა თურქი მარტივად გაგვეყარა სექტორიდან მე 60 წუთზე რო გაირკვა რაღაც პირდაპირ ჩვენი მხარის დელეგატი მოვიდა და მეუბნება რომ შენ ყველა ვარიანტში დაგიჭერენ ყველა კადრში შენ ხარ ну იმ მომენტში არ მაინტერესებდა სიმართლე გითხრათ დავიჭერდნენ თუ არა იმიტომ რომ ну შედეგიც ისეთი იყო თამაშიც ისეთი იყო რომ არ ვფიქრობდით არაფერზე თუმცა თამაშის შემდეგ ყველამ ну გამოუცვალეთ ასე ვთქვათ ტანსაცმელი ზოგი დაიჭირეს მე მაგალითად არ დამიჭირეს ანუ ვერ დამიჭირეს თუმცა აი განყოფილებასთან ну სადაც ჩვენი მეგობრები იყვნენ და ელოდებოდნენ ბიჭების განთავისუფლებას რამდენიმე საათი გავრცელდა ეს ყველაფერი 8-9 საათი გარეთ განყოფილებასთან წვიმაში იდგნენ ჩვენი მეგობრები და ელოდებოდნენ ბიჭების გამოშვებას და გერმანული მხარისგან არათუ ის რომ ან წვიმაში არ მდგარიყვნენ სადმე შენობაში შესულიყვნენ ის იყო რომ ამ ქუჩას თუ არ დატოვებთ ამ ხას თუ გადმოსდებით ეგრევე დაგიჭერთ წაგიყვანთ ანუ თან მაქსიმალურად კატეგორიულები იყვნენ არ შემოდიოდნენ კომუნიკაციაში, არანაირ დათმობაზე ვთქვათ არ მიდიოდნენ, განსხვავებით თურქებისგან, რომლებიც რამდენიმე საათში გაუშვეს. დროებით დაკავებით იზოლატორში როცა ვიყავით, იქ ფურცლები მოგვიტანეს, სადაც ჩვენ სახელი და გვარების ტაბლა იყო მითითებული სტადიონები, ის გერმანიის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი 12 სტადიონი, რომელზე შესვლაც გვეგზალებოდა ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე. და ეს იყო, რა ვიცი, თითქოს მეხი დაგვეცა. ყველანაირი ჯარიმაზე და აი დეპორტზე უარესიც კი იქნებოდა ეს ყველაფერი. ინდროს რა თქმა უნდა არ ფიქრობდით რომ გვერდისავლას მოვახერხებდით ამაზე და ყველას გვეგონა რომ ჩვენი ევროპის ჩემპიონატი დასრულდა მაგრამ იმით ვიმხნევებდით თავს რომ სელობაზე მაინც ვიქნებით და ჩვენ მეგობრებს გარეთ გამოვადგებით თქვენ ემიგრანტებისაც დღეს საქართველოსთან წამოსულობით რა გძნობაა როდესაც შორი და შენი ქვეყნის ეგეთ წარმატებას ხედავ თუნდაც მე დარწმუნებული ნახავდით 26 მარტს თბილისში რა ხდებოდა რა აი მაგ დროს რა ხდებოდა თქვენ გულში ეგ მაინტერესებს დაიწყებთ და ჯვარ ხო როგორც თქვი რა მე ჩემ შულთან ერთად ვიჯექი არ ვიცი რაღაცნაირად მე არ მიგრძნია ის რომ გამოვაკლდი რა მაგ მეც ის ენერგია მქონდა და ის რაღაც ემოცია მქონდა რაც დარწმუნებული ვარ თბილისშიც იყო და რა ვიცი საქართველოში და მაგიტო მაგ მომენტში აი ზუსტად მაგ მომენტში ალბათ ყველაზე ნაკლებად ვიგრძენი რომ შორს ვარ პირიქით ეგრეთ შეიძლება უპროშორს ხარ. ხო, ნუ აი როგორ იყო, იცი? აი ჩვენ ხანახან გაიგეობას ვაკეთებთ, რა, აი ნაკრები, აი მე ვარ საქართველოს, ხო გვაწერი და ეს მართლა ხო ეგრეა, რომ ხანდახან აი ნაკრები, რასაც შვება იმ მომენტში შენი განცდა ზუსტად ეგ არის რა და აი გაიგეობის ხარისხი, რომ შენ ქვეყანასთან ხანდახან გიმძაფრდება და აი მაგ მომენტში მქონდა ყველაზე მაღალი რაც მახსენდება რა, რაც ემიგრაციაში, აი თითქოს იქ ვარ, რა, აი ჩემი მენტალურად ყველანაირად იქ ვარ მაინც და მეც დამენანა რომ არ ვიყავი ფაქტად, მაგრამ ემოციის დონეზე ბევრად მეტ ემოციას არ ვიცი თუ დავამუშავებდი რა რომს მიმეღო სხვაგანო. ჩემი აზრით უკვე ძალიან დიდი წარმატება არის რომ ამ ტურნირზე მოვხდით თუნდაც ჯგუფურ ეტაპზე და რა ვიცი დანარჩენი ჩვენზე და ნაკრებზე არის დამოკიდებული რას ვიზავთ რა დიდი იმედი მაქვს რომ გავვალთ რა თქმა უნდა მაგრამ რეალობასაც უნდა გავუსწოროთ ახლა თვალი რა თქვა ეგრეთ ძაყვეთ ჩვენზე ყველა ბევრად ძლიერი კონკურენტები ყავს ჯგუფში 4-ვე საზღვარი თურქეთი, ბულგარეთი, სერბეთი და უკვე ბოლოს უნგრეთი, იმიტომ რომ დანარჩენი ორი ავსტრია, გერმანია უკვე კონტროლი აღარ მიწევდა. აი 4-ვე საზღვარზე ფაქტ ზოგადად გებულობდნენ რომ ქართველი ანხელა მანძილზე სკუტერით მიდის ეროვნულ ნაკრებთან და მიაქვს სიმბოლური შეკვეთა აბსოლუტურად იმ მომენტისთვის ვინც იყო საზღვარზე მესაზღვრე ყველა გებულობდა ამ ამბავს და ერთმანეთს უზიარებდნენ ნახეო რა ფაქტის მომსწრე ვართო რომ ადამიანი ამ ტრანსპორტითო გადაადგილდებაო რომ თავის ასე ვთქვათ ნაკრებსო ესო სიმბოლური შეკვეთა ჩაუტანესო და ერთგვარად მათი მუხტი დამოკიდებულება რა წარმატებებს გისურვებთ და თუნდაც უკვე რომ გავდიოდი უნგრელმა მესაზღვრემ მკითხაო რომ ჩვენ ქვეყანაზე როგორი შტაბეჭილება დაგჭა ხო კარგი ემოციით მიდიხარო და ხო არ დაღლი ანუ ძალიან ისე გულწრფელად და აი ისეთი დამოკიდებულება იყო აი ეს კომაგობის რომ აი ალბათ გავიგებთ რომ ყველაფერი კარგად და წარმატებით შეასრულებო რომ ძალიან კარგი მუხტის მომცემი იყო რომ მართლა კარგ საქმეს ვაკეთებდი და ის რაღაცა
დაღლა რასაც ამ ტრანსპორტს ახასიათებს, ზოგადად ეს ქალაქისთვის გათვლილი ტრანსპორტია, იცით და ასე შორმანძილზე არ არის, თუმცა ამ შემთხვევისთვის მას ასე ვთქვათ ჭალებში ევაშკაცა და ეს სიმბოლური გზა წარმატებით გაივლო თბილისიდან დიუსელდორფი. ფოტოები, რომელიც ჩვენი მსვლელობიდან იდებოდა სხვადასხვა ფანური გავლენიანი პეიჯები და გვერდები რომ დებდნენ, ჩვენი თავით ვამაყობდით, რომ ჩვენ ეს შევძელით და აი ჰამბურგის მსვლელობის ფოტო და ვიდეო არის ერთი შორიდან გადაღებული დრონით, რომლის გამოც მე მსვლელობის გაჩერებას მოგვიწია, რომ იმ ფოტოში ჩანს ყველას დროშა აქვს ზურგზე მოკიდებული და ყველა თეთრ ან წითელ მაისურშია. ჩვენ ალბათ აი სწორედ მანდ შევძელით და მანდ რაღაც პირველი ჩვენი სათქმელი მანდ თქვით, რომ ესეთი რაღაც ორგანიზება შეგვეძლო და გავუკეთებინა. ჩვენთვისაც პირველი იყო. იმ ქუჩებზე კი არა გერმანიაში არ ვიყავით ბევრი უბრალოდ ნამყოფები და არ ვიცოდით რა უნდა გვეკეთებინა, უბრალოდ პოლიციელების მითითებებით, რომლებიც უნდა ვთქვათ, რომ არ იყვნენ ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილები და ძალიან ბევრ პრობლემებს გვიქმნიდნენ, ვითვალისწინებდით და იმას მივყვებოდით. ეს იყო ის დიდი გამოცდილება, რაც სამომავლოდ ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან გამოგვადგება და სწორედ შენ რომ აღნიშნე 1000 კაციანი მსვლელობები ახლა ალბათ 10000-იანებად უნდა ვაქციოთ და ეს იყო ის სათქმელი ჩვენი, რაც ჩვენ ევროპის ჩემპიონატამდე და UEFA-მდე მივიტანეთ. სპორტი ჩვენ უნდა გვიამაყებოდეს, ჩვენ კულტურას უნდა ავრცელებდეს, სადაც არ უნდა ვიყოთ. აი თვითონ თურქებთანაც კი დისკუსია რომ მაქვს, ხო მეუბნები რომ მეთქი რას თქვენ იქ თეატრი ითამაშეთ და იგორავეთ მეთქი არ მეგონა მართლა არ მეგონა რომ საქართველოს ესეთი კარგად ითამაშეთ და რაღაც არ ვიცი პირველად იყო ფეხბურთი თავიდან ბოლომდე რა უკვე და კივილი და გული მტკიოდა ამდენი ადრენალინით მოკლედ არ ვიცი გინდა გავიმარჯვოთ გინდა არა ეს არ არის ჩემი მიზანია რომ საქართველოს ჩვენი ჯვრიანი დროშით ყველგან ვიყოთ ის ცნობილი რიტუალი ქომაგების და ნაკრების ფეხბურთელებს შორის საქართველოს რომ მასლად უკვე დიდი ხანია გვაქვს და ყველა თამაშს მე თითქმის რომც დავმასდეთ ვაკეთებთ და ესპანეთთან მარცხის შემდეგ მიუხედავად იმისა რომ ქართველები გამოუსწორებელი ოპტიმისტები ვართ მაინც გული უნდა დაწყვეტილი თუმცა ეს იყო ერთგვარი მადლიერება ნაკრების ფეხბურთელების მიმართ და ევროპის ჩემპიონატზე მათი გამოსვლა ასე შეგვეფასებინა და ასე გადაგვეხადა მადლობა რომ ქომაგებსაც და ნაკრების ფეხბურთელებსაც საერთოდ რაღაც ეს რიტუალი შეგვესრულებინა 99 წუთზე მადლობა ისმოდა კიელნში და ეს იყო ალბათ მართლა მადლიერების გამოხატვა, იმიტომ რომ ამ ბიჭებმა ჩვენმა ქვეყანამ, ქომაგებმა ეს დავიმსახურეთ, ამისთვის ბევრი ვიშრომეთ და ეს მადლობაც დაფასება იყო და რეალურად მართლა ეხლაც მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის იმ ბიჭებისთვის, ვისაც თუნდაც წუთი არ უთამაშია ევროპის ჩემპიონატზე, მათ მართლა ის გააკეთეს, რაზეც ძალიან ბევრი თაობა ოცნებობდა. და საქართველოსში ჩამოსვლის შემდეგ ყოველ კვირას როცა სახლში ვარ და ვისვენებ საბერძნეთის კადრებსაც უყურებ, მაგ კადრებსაც უყურებ და ახალიდან ვიაზრებ და რავი, ჩემთვის მართლა დაუჯერებელი და მართლა ზღაპარია, რომელიც დასრულდა, მაგრამ დასრულდა ძალიან ლამაზად. ძალიან ბედნიერი ადამიანები ეს გზა გავია. ალბათ როგორც ვთქვი, დრო რო გავა, არ ექნება წლებს მნიშვნელობა, ეს ინფორმაცია როცა ექნება, რომ ქართველმა საქართველოს ნაკრებისთვის გაიარა რა. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რომ თავარი ფაქტი ქართველი საქართველოს ნაკრებისთვის. აი ხო ჩემი ის მოკლე სათაური ამ გზას ასე ქვია, ქართველი საქართველოს ნაკრებისთვის. ამდენი ქართველი აქ უნდა ჩამოვსულიყავთ, რა გზნობა და ემოცია გქონდა. იმას აი ვერ აღწერდი, მე მანამდე ვერც კი წარმოვიდგენდი იმას, რაც გამოვცადე დღეს. სიტყვები არ მყოფის მოკლედ სიზმარში გონია თავი. ძალიან ვიხარით. ახლა სხვა ეტაპზე გადავედით. ნაკრების თამაშად ძალიან აწეულია და ეს ერთა ლიგის ციკლი ისე უნდა ვითამაშოთ, რომ უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე ამერიკაში წავიდეთ ჩვენი ბიჭების საქომაგოდ. ფოტოზე გადავიდეთ. არა, ვიდეოზე. ბლუპერები? ჩხიკ. ქები უნდა დამადგა? დავახმოვეთ გადავიდეთ. და ვიდეო ამერიკაში.